ზურაბ წერეთელი დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. დაკრძალოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი დაესწრნენ. მოქანდაკე და მხატვარ მონუმენტალისტი რამდენიმე დღის წინ რუსეთში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზურაბ წერეთელმა 1958 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. ის 5000-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული თუ სკულპტურული ნამუშევრის ავტორია. ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი წმინდა ნინოს მონუმენტი და თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგი. დღეს ძალიან ვწუხართ, ვაცლებთ ძალიან დიდ ხელოვანს, მსოფლიოში ცნობილს, მისი ღვაწლი უკვდავი იქნება. ძალიან ბევრი ნამუშევარი დატოვა მთელ მსოფლიოში და დიდ პატივს სცემენ ჩვენ ქართულ ზურაბ წერეთელს მთელ მსოფლიოში და საქართველოში მუზეუმი დაგვიტოვა, თანამედროვე ხელოვნების, მაგის გარდა კიდე ქანდაკებები და უამრავი სითბო და სიკეთე დატოვა ამ ქვეყნად. ბატონი ზურა იყო უდიდესი მამა, ბაბუა, დიდი ბაბუა. გარდა იმისა, რომ ყველასთვის იყო ძმა, ყველა ადამიანი უყვარდა. უდიდესი გულის, უდიდესი სიკეთის გამკეთებელი ადამიანი. არასდროს არ ახსოვდა რამე ცუდი. არამედ ისეთი ადამიანი იყო, რომ იღვიძებდა სულ ღიმილით, სულ კარგი ხასიათით. ძალიან ძნელია ლაპარაკი. იმიტომ რომ მარტო საქართველოს არ დააკლდა, ბატონი ზურაბი დააკლდა მთელ მსოფლიოს. მის გვერდში ვიყავი ყველგან აბსოლუტურად, ყველა მისი მონუმენტის გახსნის მონაწილე ვიყავი და როგორ იღებდნენ და რაც ხდებოდა მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, ეს ამერიკა იქნებოდა, ევროპის ნებისმიერი, იტალია, საფრანგეთი, ყველგან იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდად დაფასებული და საყვარელი ადამიანი და მოქანდაკე.